წლიანი პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. Თაობები ქართულ კინოში და ფილმები 1928 წლიდან დღემდე მომაში ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივა გაიხსნა. ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობა შედგა. პროექტი ქართულ-ამერიკული გულწრფელი ემოციების ფონზე დაიწყო, სადაც მაყურებელმა ქართული კინოს წყალობით ქართული მუსიკა, ისტორია და მთელი ეპოქა გაიცნო. გრანდიოზულ პრეზენტაციას მომაში ხელოვანებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრებიც დაესწრნენ. ხატია ქვათაძე ნიუ-იორკში ქართული კინოს აღმოჩენის შესახებ. ნიკოლოზ შენგელაიას 1928 წელს შექმნილი ელისოს ჩვენება ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 25 წლის შემდეგაც ხურვალი აპლოდისმენტებისა და ემოციების ფონზე შედგა. მუზეუმი პირველ ეტაპზე 1920 წლიდან დღემდე სამი სხვადასხვა თაობის კინემატოგრაფისტი ოჯახის, შენგელაიების, ბაბლუანებისა და ღოღობერიძეების შემოქმედებას მასპინძლობს, რომელიც ოჯახური ამბავის სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა. ყველაზე ღირებული რაც გვაქვს ეს არის ჩვენი კულტურა. დედაჩემის, ჩემი და ჩემი შვილის ფილმები ერთი მთელი დღე მიზღვნილია ჩვენი ოჯახისთვის. ჩვენ ვამზადებით ამას დიდხანს, უკვე მაშინ ლენინგრადი იყო, მთელი პირები გადავიტანეთ იქ, მერე უნდა ზღვით წასულიყო პირები, მაგრამ მერე დაიდგა საბჭოთა კავშირი. ქართულმა ფილმმა არსებობა 1907 წელს დაიწყო. ჰოლივუდში კი პირველი ფილმი 1910 წელს გადაიღეს. პრემიერ-მინისტრს სიამაყით სავსე სიტყვით გამოსვლის მიზეზი სწორედ ერთ პატარა ქვეყანაში შექმნილმა შედევრების სიმრავლე მისცა. თუმცა საქართველოში ფილმოტეკის არარსებობის გამო გასაშვებ მდგომარეობაში არსებული 50 ფილმის პირზე გადატანილი ასლები ორგანიზატორებმა ენდი უორჰოლის, ბერლინის გრეკორის, ტულუზის და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული მდიდარი კოლექციების მფლობელი 10-მდე არქივიდან მოიძიეს. ეს არის ფაქტიურად მთელი ქართული კულტურის გარეთ გასვლა, ამერიკის კონტინენტზე გასვლა, მე იმიტომ ვაუშვ მთელი ქართული კულტურის მოგეხსენება, რომ კინო შეიცავს ყველაფერს. ჩვენ გულწრფელად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა ამ პროექტის განხორციელება. ფილმების შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები არ გვქონდა. ჩვენ გვსურდა, რომ საბჭოთა საქართველოს პერიოდიდან დაწყებული ქართული კინოს ახალი ტალღით დამთავრებული მთელი ეპოქა გვეჩვენებინა. ფილმის ჩვენებისას შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა ამერიკელმა მაყურებელმა ქართულ კინოსთან ერთად ქართული მუსიკაც აღმოაჩინა. ფილმის ყურებისას ერთი წამითაც არ მომიდუნებია ყურადღება. მიჭირს ემოციების სიტყვებით გადმოცემა, იმიტომ რომ მთავარი ძვრები ამ ფილმმა ჩემს შინაგან სამყაროში მოახდინა. მთავარი აღმოჩენა ქართული მუსიკა იყო, იმდენად გამომსახველი და ამაღელვებელი, რომ კადრებზე კონცენტრირება გამიჭირდა. ფილმი ნამდვილად ოსტატის შექმნილია. თქვენზე მითხრას ლიფტში გაიჭედაო, მართალია? ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმის აღმოჩენა ოჯახური ამბავის დასრულების შემდეგ მომდევნო ეტაპით გაგრძელდება, რომელიც უბერებელ ცისფერ მთებსა და მის შემდგომ პერიოდს მოიცავს.